მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, როგორც გძანდებით, ძალიან კარგად, ყველაფერი კარგად არის. მე მინდა ერთი ჩვენ დავცინით თაზო დათუნაშვილს, დათო თაზუნაშვილს. და რაღაცნაირად მაინც თედო მომიწვიდე, რეალურად მართლა რა ქვია. ეხლა მეცამერია. თაზო დათუნაშვილი, დათო თაზუნაშვილი. თაზო თადუნაშვილი. არ არის ერთი წუთი ისეთ რაღაცა თქვა, რომ ეგ ღიმილები გაკრება. არა, ჯერ სახელი უნდა წარადგინოს სწორად და. ხო და ეგ არის კონტრაცეპტივი ბავშვი რა. აი ხა ნახავთ რატო? კონტრაცეპტივი? რეზერვატივი. რეზერვატივა ბავშვი. რიამ ლაშხი რა სისულელეებსაც ბოდავს საქართველოში იგივე სისულელეებს იბოდებს მექსიკაში და რატომ უნდა გადაიხადოს გადასახადის განამხნელებმა 24,000 ლარი იმაში რომ ამ გოგომ თბილისის გარდა სხვაგანაც იბოდოს ეს უბრალოდ ალბათ ყველაზე გაუგებარი რამ არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ვინც ამ გადასახადებს იხდიან ერთის მხრივ ეს ჩანს რომ აი ეს უასუსტი ხალხი აქეთი კითხეთიალობს და რაღაც აი ხა ხო მოდი ერთი დავიწყოთ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას გაუგებარი რაც არის და ხეტიალს რაც ხება არ რუსთაველზე რაც ხდება და რომლის ავანგარდში დგანან ეს აბსოლუტური იდიოტები ადამიანი რომლის სახელის დამახსოვრებაც არის ძალიან რთული იმდენად არაფერს არ წარმოადგენს მე მგონი ძალიან შეუფერებელი არის ვინმეს აკრიტიკებდეს ისეთი ამაღლებული და ქედმაღალი და რაღაც იმას პედესტალზე მდგომი ტონით როგორც ამ დაზო თადუნაშვილისგან მოვისმენთ ხა შენ კი თქვი რომ არ უნდა გაგეცნოს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ არსებაზე არ გაგეცინოს? იმიტომ რომ უყურე პირველი შემთხვევა, მანამდე ხო გვაქვს ჩვენ ამის ვიდეოები გაშრული, ამ ტიპი აღმოაჩინეთ როგორც რაღაც მოშნი პრიკოლი. რომ აი გრიგოლ გეგელიათი დავიღალეთ, გრიგოლ გეგელიათი დავიღალეთ და აი ახალი გრიგოლ გეგელია ვიპოვეთ რა. ეს ტიპი გამოჩნდა უცებ ჩვენ დაბედად და ამდენი ხანია ამას დავცინით. ნახეთ მისი განცხადებები. წამწყნება ხო იცი რა? ბიჭო ლელოში სადაც არის გეგელა ბაბუაძე ლელოში არის სკერეთის ოლსტარი და იქაც კი ვერ არის იქაც კი ვერ სათადარიგოთა სიაშია იქაც კი ვერ არის ასნავ არ ეხა უნდა დაწინაურებო არა ძირითად გუნჩი ვერ გადავა შალვა ეს არის ერთ ყველაზე ფსკერი ხარ და პირველი ესეთი რაღაცა გონია რომ აი მაგარი განცხადებას აკეთებ და მაგასაც რო ქალზე აკეთებ მაგანცხადებას მე ერთ ამას ვიტყვი და აბა თქვენ თუ დამეთანხმებით ჩვენ განცემას უყურებს ბევრი ეს განცხადებები ტირაჟირდება ჩვენი მეშვეობით და პოპულარობას იხვეჭენ მათ შორის თავიანთ შმოპოების კონტრაცეფცია მე ხო აი ესეთი კონტრაცეპტივა ბავშვები ესეთი კონტრაცეპტივა ბავშვები ჩვენ რო უღიმით დავცინით მე ტამპონია შენ თქვი მართლა ასაწნელია რა მართლა არა ასაწნელი სხვა არის წასამწყნებელი ადლეცი არის წამწყნება იცი რა არის დავიწყოთ იქიდან რომ მარიამ ლაშხი პირველ რიგში არის გოგონა ხო ქალი და იბოდოს ჭკუა სუსტი და აი ესეთ შეურა დარწმუნებული ვარ ქუჩაში რომ გამოდის აკეთიკით იყურება ბიჭო რა ქუჩაში გამოდის ამის სასტავი საბა ბუაძეს ბიჭო ოფისი სადაც კონდათ გახსნილი უბნელებმა გამარჯობა უთხრეს და პეპერ სპრეი შეასხა ჩმორები და ვაფშე მოკლედ არაფერი ცხოვრებაში არ უნახავთ მოკლედ ქუჩაში რომ მშვიდობა სურს რაღაცები რომ აკვეთილია და მშვიდობიანობა 100%-ით კარგია კი 1% მინიმალური პროცენტი არის ის რომ თუ დროს რომელიც არასოდეს აღარ მოვა ეს პადიეზიდან ვერ გამოვიდო. იმიტომ რომ სახიათ ეგეთი. გუბას სანიკიძე ჩვენი ძმა და მეგობარი. გაუშვით. დააგოს ამ ქოცურმა ამომრჩეველმა აგოს ყოსური. ბატონო ესე მარტივი არ არის რომ მარტო ქოცური ამომრჩეველი აგებს ამ ყველაფერზე პასუხს უკვე იმ ფაზაში ვართ რომ ყველა ერთად ქოცური ამომრჩეველი თუ წააგებს ყველა ერთად ვაგებთ პასუხს. არა ნინო ერთ წუთი რა მე სხვა რამეს ვამბობ და ყველამ სწორად უნდა ქოცური ამომრჩეველი ახლა თუ წააგებს ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში რა არ მეც ვერ გავიგე მეც ვერ გავიგე ბიჭო როგორ შეგზავნა მაგ პატარა ჩათენთილი ხო იცი მუკბანგები რო არის აქვე რო აკეთებენ იმაზე ტაფაზე რაღაცებს და ნუდლსებს და იმებს მე მგონი თან მაგას წერდა მე მგონი გუბასანიკის კლასი დავარდა დღეს რაღაცა გადავარდა კლასი განავლობის კლასი
მე მინდა გაჩვენოთ მეგობრებო, დღეს იყო ძალიან სასაცილო ყრილობა ვითომ პრეზიდენტთან, მადამ პრეზიდენტთან და მის დედამ დაწყევლა ყველა მიიყარა იქ და ჩერგო უნდა ნახოთ როგორ შედის და როგორ დგება ეს ცალკე გეგია რა. ნუ ჩაპლინის დონე არ არის, მაგრამ ნახეთ, აი გავუშვით. ხმა არც არის აუცილებელი. კი როცა ეხება იმ რეტორიკას, რაც გამოყენებული არის ქართული ოცნების. ხმა არ უნდა ეს ჩვენში მუნჯური კინოკომედიის კადრი არის. ანუ ბობოხიძის გვერდით არ დგება რა, პარტია ვინც დაუშალა და კი არა აახია იმას და. პროსტა რა შეგვიძლია ვთქვა თამარ ჩერეგორლეიშვილზე? ადგილს ვერ პოულობს. არა, მე მგონია რომ სრული სერიოზულობით ვამბობთ, აი ის რომ ამბობს თამარა რო ყვება რომ მე-12 სართულზე ვცხოვრობო და ავწდიო, ამ მე-8 სართულს ერთხელ ავიდე. კამიდან ჩამოვარდიო. სხვა ფეხსაცმელები რო აცვია რაღაცა და ამის საათის ნობა არ ვიცი რაღაცა როგორ იცი, როგორ რაღაცას აკეთებს? საყვარელი გენიოსებს რო არა, გენიოსებს რო ესეთი ყოფითი საკითხები რო ცოტათი ერეოდათ ხოლმე. ოღონდ გენიოსების ორი ის რო აი მან გახავს თავი და ჩვეულებრივად ქალს აქვს პრობლემა. მენტალური დაავადება რაღაც პრობლემა. ჭირდება რეკლამას არ გავაკეთებ პრეპარატების, მაგრამ მე ვიცი რა პრეპარატები ჭირდება? საიდან იცი? რა ვიცი, ხვდები რა დაახლოებით მე მედიცინა ძალიან მიყვარს და არ შემდგარი მედიკი ვარ. ხო და დალიოს ესენი და დაისვენოს თვითონ კაცო რას არის აღგზნებული ტვინის კერკი და ისინი აღგზნებული მეგობრებო, პატა ბურჭულაძე არის საუკეთესო დებილი და მას უნდა არ გაქვთ და ცოტა ხანში გვექნება ვიდეო, ალბათ მალე გვექნება. თუ რას თავაზობს, როგორ არჩენებს თავაზობს საქართველოს პირველხარისხოვანი აბსოლუტურ კრეტინების იერარქიაში ისე ძალიან რთული არის და ასახელო პირველი სამეული. ანუ ეხლა მაღალი კონკურენცია. ეხლა რაც ეხება თქვით პირველი ვინ არის? ჰა? აბსოლუტური კრეტინების იერარქიაში. პირველი ვინ არის? ეხლა შეგვიძლია მე ვერ დაგეთანხმები. აბა ვინ? ბევრი არის ვინც იბრძვის ტიტულისთვის. მე პიტეკანტროფს ვიტყოდი. პიტეკანტროფი, აგერ ზემოთ ნახსენებელი. პატა ბურჭულაძე სერიოზული დებილი. აგერ პირველი ვინც გაუშვით დაზო თადუნაშვილი, უკვე ეგეც მოშნა და არბოლაში ჩართული პროსტა, მაგას ვისაკლია რა. ვესი. არა. ვესი რომელს აქვს, მაგრამ არა, დებილობის ვესი. სტაჟი, რა ვიცი. ხო, სტაჟი, აი სწორია, სტაჟი აკლია მაგას. ჯაფარიძე ძმაო, ის რა ქვია, თინა ბოკუჩავა, ნანუკა ჟორჟოლიანი, ქალთა სპორტი, ქალთა ნაწილში ეს სპორტი არის, მამაკაცების ცალკე გავაკეთოთ, ქალების ცალკე. ცოტა მეზოგენური განცხადებოდა. ხო და მოდი ცოტა ჩვენ ისე მივუდგეთ. კი ბატონო. ვიღაცა სიდისი პატიმრებს რო უძახიან საკუთარ თავს და სინამდვილეში ხულიგნები რო არიან, ამუნათებენ ადამიანებს, ვინც გადაიხადეს გირაო და ოქროაშვილისებრ არ აღმოჩნდეს. ესეც სწორია და ისიც სწორია რა. დაუნათებენ სწორია. თავრობამ და ყველაფერს ვიკადრებ და ვისაც მინდა დავიჭერთ და ამასთან გადაკავშირებით მინდა და მე ვთქვა რომ ემად ხელი არავის წაგისდებ და ის გირაო არავინ გადაიხადეთ რომ ეს ნიშნავს შეულებრივ ღალას თუ იმე გასაგებია. ემანდერ ეგ გასაგებია, მაგრამ სამმა ოპოზიციონერმა ორმა ხანდაზმულმა თაღლითმა და ერთმა ნიკუტამ აფეთქებულმა ბრძოლმა. გივიამ ნიკუტამ არა, გივიამ გადაიხადეს უკვე ასე ვთქვათ იზმა ბული და ეს ღალატია. ანუ უკვე შეიძლება ამათი აზრით მოღალატეები ყავს ჯიგრულად ყავს. დაზო თადუნაშვილი რა სიტყვის მაგაზე რომ მის ზემდგომმა ორმა მისმა მამაშმა გადაიხადა გირაო. ნიკამელია გავშით. აი სერიოზული სიტყვის კაცი. უბრალოდ აკეთებ მხარეს, მნიშვნელოვანია კაფიობა, შუალედური პოზიციების დაფიქსირების დრო უნდა წავიდეს. ეხლა ყველა თითქმის როცა მაგ შესაძლებლობა უსმენ ხოლმე პოლიტიკოსებს. დღემდე რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია იმას ვერ იძახის, რომ აი არარსებული თვითმმართველობის, არარსებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში გასვლას არ გეგმავს. ჩემი აზრით ეს არის გადამწყვეტი პრობლემა არა, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც პროცესებს აფერხებს და იმედია თვის ბოლომდე მაინც ყველა ოპოზიციური პარტია დააფიქსირებს, რომ ივანიშვილის მიერ წარმართულ პროცესში, თუნდაც საარჩევნო პროცესში ანტურაჟის როლს ის არ შეასრულებს. მადლობა ნიკა. კაფიობა არ იქნება ნორმა,
პრობლემა იარსება. რამ ჩვენ ვიცით მეგობრებო, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს კახარია, ვიცით რომ ლელო იღებს მონაწილეობას და ეს ანასკლეტი და თავარი ნაცი თუ რომელი აქვს თავარიც თვითონ გაარკვიონ არ იღებენ და კაფიოდ ვიცით ეგ. მოვა არჩევნებისთვის საჭირო თარიღი რეგისტრაციის და აღმოჩნდება ძალიან ბევრი 4-ვე 5, 6, 7 ოპოზიციური პარტია დარეგისტრირდება და მიიღებს და წააგებს ამ არჩევნებში. ხო, ანუ უყურე, მაშინ ესე ახალს კაფიო დავალება მისემული ამ მომენტისთვის, იმიტომ რომ ეს კაფიოდ არც ერთი არ ამბობს, სხვა ლელო ამბობს, რომ ჩვენთვის გამოცანა უნდა იყოს, ბოლომდე არ უნდა იცოდნენ და ისე უნდა გაიგონ წინა დღეებში ვიღებთ თუ არა მონაწილეობას, ნუ გახარია იღებს მონაწილეობას. ნაცებიც ესე მკაფიოდ არ ფიქსირებენ, ისეთი ორთოდოქს ნაცები და ესე ნეონაცები. და ნეონაცებმა როგორც ჩანს პირველმა მიიღეს დავალება, რომ არ შეხვიდა თუ, მაგრამ ეს დავალება შეიძლება ძალიან მარტო შეეცვალოს და იქნება გამომდინარე, რომ ნიკა მელე არის კაცი, რომლის სიტყვას პირიქით უნდა გაიგო. ძალიან დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ კაკრას ესენი იყვნენ პირველები. ნიკა მელეს უნდა შევარქვათ 180-ცა. და ხშირად გეომეტრია კარგად არის 360 გრადუსი შემოძრიავდა. ხო, მოდი ბადრი ჯაფარიძე გადავკეტოთ რკინიგზა. ბადრი ჯაფარიძე. არა, კარგს იძახის. ჭკვიანი. სლიფი ბადრი. წაიკითხე? არ გაუშვით. აბა სლიფი ბადრი ვნახოთ. ბადრი ჯაფარიძე გაუშვით. მე ვფიქრობ, რომ თვალსაჩინოა ქართული ოცნების რღვევა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე. აი თაზოდათო და გრიგოლ გეგელია გიშველი. არ ვსო, ბაზარი. ესე იგი, მე გეტყვით ერთ რამეს, გადადგა ქულეთი. გუში საბოდიში შავა ჩაგეჭრები, ესე იგი, გუში ხო საშინელი. პროსტ შემოწმუნებელი ინფორმაცია გავიგეთ, რომ ფავლენიშვილს ირაკლის კითხვები აღარ აქვს ქართულ ოცნებისადმი. მერი გადადგა. და აქეთ უკვე ვსო, დასასრული დასაწყისია დაწყებული რაღაც პროცესი, რომელიც მხოლოდ კარგად დასრულდება. აჭარის პროცესი დასრულდება კარგად. და მიმდინარეობს ეს პროცესი და გადადგა ქობულეთის მერი, გავიგე, ბათუმის მერი გადადგა მანამდე და კარგისკენ არის ეს ყველაფერი არჩევნებში უფრო დამაჯერებელი გამარჯვებისკენ, მაგაში დარწმუნებული ვარ და ამ იდიოტებმა ატეხეს ყიყინი, რომ ქართული ოცნების ჩამოშლა იწყება. მერამდენი შეიძლება ეყიყინი ატყდეს, მერამდენი არჩევნების წინ, მერამდენი არაარჩევნების წინ 2016 წელს ის რომეო საჯაია ხო წერდნენ და დაჟა ვინებია შეარებდნენ ის მაგას, ანუ გოგი გვახარიაც კი აშიარებდა მაგას, რომ ბიზნე ევანიშვილი გარბისო საინკასაციო მანქანებით გააქვთო ქონებაო და აგერო მიუყვებით ხა აეროპორტამდეო აღევნებულები 2016 წელს. ლიაკა ხოშტარია, დავიდა. რეცეპტი ამ რეჟიმთან ბრძოლის და რყევის ეს არის მათთვის თავსატეხის შექმნა ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან და ამ ხაზით მორჩა. ესე იგი, მე უკვე შემიქმნეს თავსატეხი, ესოდენ დებილი რანაირად შეიძლება იყოს ადამიანი. ეს მარტა სერიოზული თავსატეხია. ქართულ ოცნებას თქვენ უკვე უქმნით პრობლემას, ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნით, იმით რომ არ არსებობთ. ეს მარტა არა მარტო ოცნების, არამედ ქვეყნის პრობლემაა. რა პრობლემას თქვენ შექმნით, ეს არის თქვენი არარსებობით, თქვენი იდიოტებობით, თქვენი დებილობით, მილიონაირად ცუდი ნაბიჯებით, აზრი რო არ ეკითხება თქვენ სიტყვებს, ქმედებებს, აი ესეთი ნაბიჯებით, თქვენ დაასამარეთ, საბოლოოდ მიწასთან გაასწორეთ ოპოზიცია და აი ეს პრობლემაა. მოდი მე ხანად ვიტყვი, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოში ელექტორალური ოპოზიცია არ არსებობს. არ არსებობს ოპოზიცია, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმის ნარჩენი და რეჟიმის ანამარ გასამართლებას ვერ შეიძლება იყოს პოლიტიკური სუბიექტი. იმიტომ რომ ზოგადად ყველა ქვეყანაში სადაც არსებობდა რეჟიმი, რომელიც თავის საზოგადოებაზე ძალადობდა, ეს აუცილებელი არის, რომ სამართლიანობის წინაშე წარდგეს. ძალიან კარგი რამ მეთქვი, ეს ერთი, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორიც არის. სურო ეგ გაწიო გვერდით, რატო არ არსებობს 2012 წლიდან ოპოზიცია? გინდა იდეოლოგიური, გინდა პოლიტიკებზე ორიენტირებული, გინდა პოპულისტი, რატო არ არსებობს? იმიტომ რომ არის აგენტურა. და ამ აგენტურას, ანუ ეს აგენტურა არ არის ქართველი ხალხის რეპრეზენტატორი. ანუ ქართველს აქ და ახლა რას ტკივა, თორე ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჯანსაღი, ჯანმრთელი ოპოზიცია, რომელიც გააკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ შენ როდესაც ერთი წუთი დავამთავრე, შენ როდესაც არ გამოხატავ ქართველ ხალხს, არ იცი რას ტკივა და როგორ ტკივა და
არ ხარ რეპრეზენტატორი და ხარ მხოლოდ გამომხატველი უცხოური ძალის, რა თქმა უნდა რომ ვერ იქნები ოპოზიცია. კითხვა მაქვს. აი აქ ჩაგეკითხები. ლენინი წარმოადგენდა ოქტომბრის დიდი რევოლუციის წინ ლენინი იყო გერმანიის აგენტურა, იმიტომ რომ გერმანელებმა შემოიყვანეს და ფული მისცეს. აგენტურა იყო. და მან მოახერხა. ხო და დავასრულებ. მან მოახერხა რატომ აგენტურად, რაც რა თქმა უნდა მანევრის ძალიან რასაც კითხი. რატო ესე დებილობა აგენტურად არ უნდა დაიქირავა. მაშინ რაღაც შორს მივდივართ, მთელი ახლო აღმოსავლეთი იყო გარკვეული ტიპის დასავლური კოლონიალიზმის და იქაური გავლენის სფეროები იყო, ხო? საფრანგეთის იყო, სირია, ბრიტანეთის იყო, ერაყი, შესაბამისად ასადები, ჰუსეინის ოჯახი ისინი, მაგრამ მათ შეძლეს გამოსვლა იქიდან და ეროვნულ ნაციონალისტურ ვთქვათ თარგზე დაჯდომა. ეს თქო, თორე ლენინი პლუს ლენინს ჰქონდა უდიდესი იდეოლოგია. შესაბამისად, მან ამ იდეოლოგიური აპარატით მოახდინა სხვა ძალიან დიდი რევოლუციური ცვლილება. მიშა სააკაშვილი იყო მანიაკი, მარიონეტი, ჩვეულებრივი, რომელიც ანუ მიშა სააკაშვილი იყო, რაც არის ელ სალვადორის პრეზიდენტი. არა, ის უფრო გაცილებით მაგარი რო იყო. არა, ის გაცილებით მაგარი როგორ არის? იმან ციხეში წამება, ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა, რომ ეს ოკეია. ხო, მაგრამ 4 წელია. ის უფრო ჭკვიანია. ის ამბობს, რომ ვაწამებთ. ის ამბობს, რომ რატო რა ევროპული ღირებულებები არა ის ამბობს. არა, ძმაო, ძალიან მაგარი. მე სხვა რამე კითხე. აგენტურად გითხარი, აი, ამიტომ ხა მიშას არ ქონდა იდეოლოგია, შალვა, მიშასთვის იყო კომპიუტერი და ინგლისური. აგენტურად უნდა გამოიყენო ადამიანის შერაცხადი. ანუ ამათი რატო დაიქირავეს შეურაცხადები? აი ეს არის ჩემი შეკითხვა. ალბათ სხვა არ წაყვა არა. იდეალური დავალების შემსრულებელი არის ეს ადამიანი, ვინც ყველაფერზე გეუბნება, რომ კი ამე ამას გავაკეთე. ხო და შედეგი. მაგიტომაც აგერ კიდე ეს რა ქვია უფრო დაბალ თემებზე რო წავიდეთ, აგერ ხაბე ხო ერთი მხრივ კი ძალიან სასაცილო ოდიოზური პიტეკანტროფი ყავზე ნაკლები ინტელექტის მქონე ადამიანი იყო, მაგრამ როგორც ვთქვათ პარტიის შეფი ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ კეზერა რასაც ეთყოდა და დაუჯდა კეზერას რა, ერთი პალტო კბილები, თან ის კბილებიც მე მგონი იაფიანი პერსონალური ტრენერის ფული, იაფიანი იმპლანტები გაუკეთა და ხო და ეხა თქვენ მაგაცი გაუშვებთ. სანამ ჩვენ მაგაც გაუშვებდე. გეგელია სამოფალოდ ხო. სანამ მაგაც გაუშვებდე აგენტურის ნაწილზე რა. ჩვენთან აბსოლუტურად ყველანაირი რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობა იყო გარდა პირდაპირ სამხედრო ინტერვენციისა. ამაში იყო ჩართული როგორც ჩვენი ადგილობრივი აგენტურა იქნებოდა ეს უშუალოდ ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგი, იქნებოდა ეს მედია მათი, იქნებოდა ეს NGO-ები, თუ იქნებოდნენ ეს კონკრეტული საელჩოები, სხვა შორის დღეს ზაზა შათიაშვილს ჰქონდა ძალიან საინტერესო წერილი ამასთან დაკავშირებით, სადაც ზუსტად ამ საელჩოების აგენტურულ საქმეებზე საუბრობდა. ჩვენ საბოლოო ჯამში და ეს ყველაზე მეტად გამოჩნდა ბოლო 4 წლის მანძილზე, ხო, თორე ანუ შიდა საკითხები რაღაცეები ვიცოდით, მაგრამ ესე ინტენსიურად გარედან დაკვირვების პირობებში ეს შეიძლება არ ჩანდა, ხო? ბოლო 4 წელია ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით, რომ უშუალოდ ერთი რომ საელჩოები და კონკრეტული ელჩები, მეორე რომ სხვა ქვეყნის საგარეო საქმე და მინისტრები ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და იმ განცხადების დონემდე კი აღარ რომ აი რაღაც კომენტარი გააკეთე, რომ ანეს კაი ანეს ცუდია. უშუალოდ აქციებზე გამოსვლაზე აქტივისტებად გადაქცეული საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები ვნახეთ, ხო ჩვენ? ჩვენ ვუყურებთ მაგალითად წინა ამერიკის ელჩის კელი დეგნანის საქმიანობას, სადაც კელი დეგნანი 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანუ ყველაზე რას თქმა უნდა მოიფიქროს ეგეც არ ვიცი უტიფრად ამბობდა იმას რომ ერთითვის მანძილზე რომ ისფედის გაყალბებული ის რა ქვია დათვლა იყო სწორი დათვლა და ერთი თვე ეს იყო მთავარი საკითხი, მთავარი პოლიტიკური კონფლიქტი ქვეყანაში და ერთვის თავზე ძალიან მარტივად გააპროვებთ რომ ეს ხო ადამიანური შეცდომა. ძალიან მაგარი ბურჭულაძე მოვიდა გავშვა.
არჩევნებზე მე გეტყვით რომ ეხლა მიდის მსჯელობა როგორ უნდა ჩავატაროთ ჩვენ ტელეფონით ვაბერებთ ამის ვადებით რო გითხრათ აი როდის შეიძლება ჩატარდეს არჩევნების ვადები ჩვენ ვარაუდი გვაქვს ამისი სექტემბერში რო ჩატარდეს მე მაინტერესებს სოტო ერთი კეთება სანამ პატა ბურჯულაძეზე საკუთრივ ამ საკითხზე გავაკეთებთ კომენტარს გუშინ რატომღაც ამომგდო ძველი ვიდეო სადაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს და ყვება პატა ბურჯულაძის кейს სახში რო ადგა ცოტა ესე იგი ფული რომ მოსთხოვა ხო ავიდა და უთხრა რომ მე თუ პოლიტიკაში წამოვალ და ბიძინა ივანიშვილი როგორ ყვება ეს რა გადავა ეს ვინ ყოფილა ეს რა გავიგე მოკლედ ასულა და უთქვავს რომ მე 9 მილიონი მიღებს ხო მეო ეხაო მინდაო თან იქვიყო და თან პოლიტიკაში ესე არ გამოვაო უნდა წამოვიდე მეო დიდი სენდა უნდა წამოვიდე ამისთვის მე მინდა 9 მილიონი ბიძინა ივანიშვილმა დავითვალეთო და ერთი ორი ცხოვრება დაჭირდებოდა რომ მაგდენი შეეგროვინებ რომ პატა ბურჯულაძე თავის პრაიმში აღარ იყო რა ზენიტში მე რომ რაღაცა ხუმრობით თქვიო რომ აჰა მაქსიმუმ 2 მილიონი ოღონდ ესეც არ მეგონა თუ სერიოზულად საუბრობდით ამოვიდა მე მის მეორე დღეს და მეუბნება ის 2 მილიონზე რომ ბანკის ანგარიში მომცა იყოს ეგ 2 მილიონი მე ვთხარი არა არ მithქავს სერიოზულად საერთოდ როგორ შეიძლება დიდ ბრძოლაში 2012 წლის ბრძოლა სადაც სიკვდილსიზო რა ფულზეა საუბარი გადავდეთ ჯერ ვინ არა პირველი ბიძინა ივანიშვილმა ფული და რამე კი არ ჩააყენა საფრთხეში ოჯახი და თავის სიცოცხლე და იქ რომ ეგეთ ბრძოლაში რომ შედიხარ და ჯერ ვაჭრობას იწყებ და ფულზე ლაპარაკობ უკვე დარღვევაა რა მაგრამ მე რო ადიხარ კაი ეგ იყოს და 2 მილიონის ისო რა ქვია ბანკის ბარათი გაქვს დაწერილი და მე ბიძინა ივანიშვილმა უი ესენი ვინ ყოფილანო და მეგობრებო ეს არის ყველა ეს დაბოღმილი ადამიანი ვინც ესე იგი ვისაც ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე უნდა გამდიდრება გუბა სანიკიძე შალვა ნათელაშვილი აგერ პაატა ბურჯულაძე ხო ხედავთ რას დაემსგავს ხუხაშვილი ბიჭო ხუხაშვილი რაღაც ხო გამდიდრდა თავის კონტექსტში ხო ახლა ბინა აქ და ამბავია იმ კურდანლე და ისა და მე ერთ ამას გეტყვი მაგ ისტორიას დავამატებ რომ მოთხოვნა 9 მილიონისა საიდან შედგებოდა იცი რომ ამ ბრძოლაში მე ვერ მიმღერებ ეს ერთი და მე შეიძლება სტრესების და სხვა რაღაცების გამო ხმა დავკარგო ანუ მისი დააზვია აი პამელა ანდერსონმა მკერდი რო დააზვია მოფა პატამ თავის ხმა დააზვია ეს არის ადამიანი რომელიც არის თაღლითი რომელიც უპოვარ ბავშვებს პარავდა არა უპო ამ საქველმოქმედო ფონდი ქონდა საიდანაც 1/13 მიდიოდა ბავშვებზე და 2/13 მიდიოდა მისი და მისი მეუღლის დასვენებაზე, გადაადგილებაზე, მანქანებზე, ქორწილის გადახდა, ანუ ბავშვების ფული და ის იმ 1/13 ნაყიდი სახლები კოშმარი იყო ქუჩაში ცხოვრება ჯობდა იმ სახლებში შესვლას. კარგი. ეხა გავუშვათ ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც ქვია თინა ბოკუჩავა. აიფონა. პრეზიდენტ ჩახოტაზე ახსენა ადამიანმა რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად იყო პანელზე, რომ ბოლოს პანელზე ნახეს პრეზიდენტი და ასე შემდეგ, რატომ? იმიტომ რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ნამდვილად პროამერიკელი, რომელმაც 3 ამერიკის პრეზიდენტი ჩამოიყვანა საქართველოში, რომელსაც რეგულარულად ჩამოყალიბდა ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახელმწიფო მდივანი და რომლის პირობებშიც გამოდეთ ნახე ბაჭო თინა აიფონია ნახე ბაჭო კიდე მოიცა აგერ თუ რამე Samsung-ის ვარიანტიც არის ვაკ ბოლო Samsung-ია ბიჭო არ მივცე მაგას ძველი მოდელი ამაქვს იმას მივცე არა ეგ ზადა მე მაგ სახში ძმაო Samsung-ი ახალი Samsung-ი Google Pixel-ი მაქვს 7 სახში ძველი ძმაო ეგეც არის 4 ვარიანტია მე Samsung Galaxy მაქვს ვაფშე სახლის ტელეფონი შეიძლება მივცე ძველი კნოპკები რა არა ეგ რარიტეტულია რას არა რარიტეტულია დისკიანი კნოპკებიანი Philips-ის და ო Philips Panasonic თეთრები რო იყო გახსოვ არა კაი ბიჭო რატო ავტომატური დაზვონის იმით რო დააჭირდა თვითონ მე სერიოზულად ვუთხარი და თქვენი მენა ის ფოტო ნახეთ გააზრე ის ფოტო რა ჯოულსონთან რო არიან
ჯოულსონს რო პეიჯერი უდევს საქართველოს დროშის იმაში რო ჩიხოლში რო პეიჯერი უდევს ვის შეიძლება რატო შეიძლება კონდეს ჯო ვილსონს პეიჯერი იმიტომ ტელეფონი ვერ აიფისა მაგრამ ეს საქართველოს დროშის ჩიხოლი და თან ეს დემონსტრაციულად გადაწეული რო გამოუჩნდეს ვერდაერია ვინც დელეგაცია ჩადის მაიცა მაგას რამდენი დროშებია ხო გახსოვს და ჩიხოლების ბევრი ექნება რა მაგ დელეგაციაში ვინ გაიჩნდა ნახეთ ვინა მიშას პატარაშვილი გნიდა ის ბიჭი ოღონდ გნიდა რა ქვია მაგას შუა ედუარდი არა და მეორე მივაჭენებათ ხო ატკალდე რომ მიაჭენებდა გინესის რეკორდებში რო შევიდა ხო არა ის პირველი იყო ის ედუარდი იყო რა ვქნა ის იმას რა სწრაფი თითი ქონდა აზე ხარ თითის გაბმონის გინესის რეკორდსმენია ზმაო ტექსტის სწრაფად შეყვანა და შენ ის ნახე დღეს მამუკამდინარაზე გამოაქვეყნა პოსტი ჯო ვილსონი გავიგე პირველად როცა დაიწყო Facebook რუშობა რა ნახე ბიჭო რას მიაზუმე რა იმ პეიჯერზე არა აიყოს ეს პეიჯერზე მიაზუმე ძმაო ვერ მივაზუმე კაი თუ ვერ მიაზუმე უკან ისიც მაგარია პატარა სააკაშვილი მამუკამდინარაზე დადო პოსტი მე ან ჯო ვილსონი თქვენ როდის გაიგეთ ბიჭო რა ვიცი როცა მე გავიგე ეხლა რა ხო ანუ ეხლა უახლოეს თვეებში Facebook კურტიზანი რო გახდა ოპოზიციის სადაც იავნად ანუ ეხო შეუძლია რომ მისი მთელი დღე ანუ როზი ხარ კონგრესში შენი მთავარი საფიქრალი დღეში 5 პოსტი გამოვხრო საქართველოს ვერ იქნება ხო როცა შეკვეთილი ტიპი გაიჩნდა დღეს მამუკამდინარაზე გამოვხდა პოსტი Facebook-ზე სადაც არის ფოტო და წერილი ჯო ვილსონის 2016 წლით დათარიღებული რომელიც წერს ირაკლი კობახიძეს ხო ჯო ჩემ უძვირფასეს მეგობარსო აჰა ირაკლი კობახიძესო მადლობა რომ შევხვდითო გავიცანით ერთმანეთიო ძალიან მიყვარხარო დაამბები და რაშიც დაგჭირდებიო ყველაფერში შენს გვერდით მიგულეო $1000 მომეწეო და თავისი ხელმოწერით ამბებით ფოტოს გაგზავნით იმენა გულებით დაამბები ეგ მაგარი აფირისტია ანუ ესეთი სერვისების გამყიდვა იმწოდებელი იშვიათი ეს არის მრუში კაცი ჩვეულებრივად ეს არის იქაური შალვანათელაშვილი ეს არის პუტანკა კაცი იქაური შალვანათელაშვილი არა შალვა სადგინახავს რომ ესეთი რაღა ეს არის პროფესიონალი ბებია კი არა ბაბუა რა მე არა შენ რა კი დასავლეთის დასავლოფილია ხო არ შეგეყარა არა ძმა შალვას ვერ დაგანებებ ძმა შალვას ისეთ ნაძილობები და კი ოფისის მიკირაობები და ისინი მაგრამ ეს სხვა მასშტაბების ტიპია ეს ძმაო შალვა არის ქართული ფენომენი და გასულა ქვეყნის გარეთ შენი პრობლემა რა რახა საქართველოს ეგ გასვლა არ არის კაცო მე გეუნები ამას აქ ქსელი მენა კოლცენტრი აქ ჩვეულებრივი ნათელაშვილმა ბაზარში თავის პარტიის წევრებს აყიდინა კიტრი პამიდორი და ბადრიჯანი მოიყვანა ჟურნალისტები ვითომ გარემოვაჭრეთ გაასაღა ტიპი თავისი პარტიის და მე დამპალი ხაბაკი წაიღო დახურა წაილვო პარტიაში ანუ კი არ გადაყარა რაღაც 5 კილო ბადრიჯანი თუ 2 კილო წავიდა და სუპები აკეთა იმით დეკორაციით და ამას ჯო ვილსონი ვერ მიხვდება რომ უნდა გააკეთოს მე მაინც ადგილობრივი წარმოების ჯოგოსონ დროშებს ყიდის სვეჟად რა. მოდი ახლა ჩვენ ბოლო ვიდეო ბექალილუაშვილი ფეიქ შონზო გავუშვათ რა. მე მგონი ეგ არის. ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები ძირითადად საჯარო მოხელეები რომლებიც აქამდე მოვდივართ აბსოლუტურად არ ვიცი აი მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობების და ძალების და არა ჩვენ დაფინანსებელი ოლიგარქები არა გამჭირვა აი ძველ ფილმებში რო არის ბუფეტში კი ან რა ტიპები არიან ისინი რა თქმა უნდა გაიტიპები არიან კაცო არა ყასაბია იტალიურ ფილმებში რო ყასბები არიან ხო იცი ძველში არა იმათ სტილი აქვს კაი სერჯო ლეონის ფილმში რო არის არა სერჯო ლეონის ფილმში ყველა სტილი აქვს ხო ნუ აბა ეგ არის რა ფეიქ შონზო მორჩა ამიტომ დასრულებული უფრო კუსტურიცა აი კუსტურიცას ნაგვიდან ამოღებული პერსონაჟი არის რა კუსტურიცა რომ ბიარ პორნო გადაიღოს ფეიქ შონზო რა ფეიქ შონზო არის ყველაზე მაგარი ფეიქ შონზოს პაროდია რა შონზოს ოღონდ ცუდი ბოროტი შონზო უნიჭო პაროდია შონზოს არა ნიჭი არც მოეთხოვება ამას ეს არის შონზო რო აღმოჩნდეს რომ ეს იყოს და ფუდრევებს რო გავიდეს რო აღარ რო ესეც კარგა ჭამს
არ ეტყობა. არა, შონზოს სხვა რაღაცა. ეს ბიჭო ორივე ყბით შონზოს ჭამდა და მჭერმეტყველებდა. დიდებულად რა და ეს ვიღაცა ეს იმასავით იქნება ციყვივით აქეთ-იქით ჩაიგავთ თქო ორივე ყბით აღეჭავს. დიდი მადლობა მეგობრებო. მადლობა ძალიან ჩვენიერი ეთერი იყო. კვირას ძალიან საინტერესო სიახლეს ელოდეთ, რა სიახლეს არ გეტყვით, მაგრამ უნდა ელოდოთ ძალიან საინტერესო. კვირას 10-ის ნახევარზე. კვირას 10-ის ნახევარზე რაღაცა შეიძლება. ახალი გადმოცემა იქნება და ელოდეთ, აგერ სიტყვას გაძლევთ საოცარი. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის მადლობა ყურადღებისთვის. ორ შაბათამდე.